ეს არის ქართული ოცნების ლუზერული საგარეო პოლიტიკის მწვერვალი და პიკი და ეს ლუზერობა, რასაც ქართული ოცნება განიცდის საგარეო ასპარეზზე, უკვე არის ქცეული ტენდენციად, ლუზერიზმად, ქოცი უკვე ასოცირდება წაგებულ, დამარცხებულ, დასაცინ მხარეთ, რომელსაც თავისი ეგრეთ წოდებული პარტნიორები არ უჭერენ მხარს და ის პარტნიორები, რომელიც ოდით გამეყავდა საქართველოს და მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყავდა ქართულ ოცნებასაც, დღეს რა თქმა უნდა არიან ძალიან მწვავე და კრიტიკული და ქართული ოცნების დელეგაციის მცდელობებით, რომ ხაზ შეეცვალათ ქოცურად ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, დასრულდა კრახით, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის მოარული კრახი და არის დასაცინი ყველა ნორმალური ძალის და ადამიანის მიერ მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. და აი თავისნაირივე პარტნიორები, რომელიც მათ ბოლო დროს უნდათ რომ ყავდეთ, ისინიც კი აბუჩად იქდებენ და არ უჭერენ მხარს არსად და არასოდეს. ამიტომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა არის ლუზერული საგარეო პოლიტიკა და ეუთოს კრახიც არის აი ლუზერიზმის ძალიან მკაფიო გამოხატულება.